იცით რა არის? გუშინ რომ მითხარით რომ ადმინს არაფრის გაფუჭება არ შეუძლიაო, თქვენ ხართ მატყუარები. რა არ შეუძლია? ადმინად ვიღაც ისეთი დავნიშნე, ვინც გულებს მიწერდა ყველას ბლოკავდა. აი თუ არ შეუძლიათ. ამიტომ ნუ მატყობს ხოლმე კი და შეცდომაში ნუ შეყავართ. გუშინ ისეთი ადამიანი დავდე იმაზე რა ქვია, დავა ადმინა რა გიგა ნუ მიგზავნი. მე არ ყოფილ ცხოვრებაში TikTok-ზე live-ში. მართლა? არასოდეს. მოდი ეს აქ რო დავდოთ. მე ვფიქრობ რომ პირიქით. აი პირიქით, აქედან შოქეულ ყავს და უფრო კარგად გაგა. მაშინ მაგიდა გადავწიოთ. ადექი. მოდი. ეს კამები, მოდი. აბა. ანუ გიჟდები ჩვენ ხო ძლიერი კამები. გადაიხო. მაშინ განჯარა გავახოთ. კი. მოვიდა. ხა კონტრაჟურია. აი საწოლზე დადა გოგო. კონტრაჟური გვექნება. ძალიან კარგი. მოდი ნახე. წყალი, კაია წყალი. რა ლამაზები ხართ გოგოებო? აი ნახე რა კაი კანაფია გოგო რა კარგად. მიყვარხართ. აი ასე. მოიწია ერთ ამით აკავ რა კარგი შტატივი გაქვთ ამითქე. ეს ის აი ანუ ხახნოთ თამა ვარშალამიძეს ტელევიზია აქ რო იცოდე წამოღებული. რატო წამომიყვანა კაცმა არ იცის. თავისი შტატივი განათებები. ყველაფერია. ანახო ხო არა. არა, მოიცადე წამით რაღაცას დამიჭირე. რასთან გიჭირე? ხელი. არა. კაი. და ძიარ ბაბა. მერძის პროდუქტს არ. აი შენი ყავა. მადლობა დე კაფე ხო? კი. ძალიან დიდი მადლობა. წყალსაც მოგართმე. თან მინდა რომ ხედავდე. გოგო ისა. ანუ მე ლაივი დიახ პარიზი. ერთი წამი დავდებ ხა ამას. მე ლაივი ვიცი რეალიტი მეგობრებო. დალაგებული და დავარცხნილი ლაივი არ არის ლაივი. ერთ წამით აკო ეს შეგიძლია რომ ცოტა უკანის აი შა. იმიტომ რომ ადამიანი თუ ლაივში შემოყავს აი მე დაიწყეს ერთი წამით ადმინობა ვის უნდა ეხა ეს ჰეითერები რო ჩამხსნათ იცოდე წამით ერთი წამით ეს უნდა დავბლოკო ერთი ბიჭი გიორგი ვინმე გიორგი ყველა ვეღარ არა მოიცოდეთ ადმინობა ვის გინდათ მეო მოიცოდეთ წამით შეგამოწმოთ ჯერ მოკეთ რომ იცოდეთ ბიჭებს არ ვენდობი აპატიეთ არა ვერ მოგცემ გოგოებო ადმინობა ვის გინდათ აქ ესი არის რომ ნინი უნდა ვნახო აქ ეგრე არის რომ ადმინს ნიშნავდა და გიკონტროლებს იმას რა ქვია გოგოებო ადმინობა ვისაც გინდათ გამომიგმითხარით და თქვენ მას ვიზამ მოგცემთ მოიცადეთ ჩარკვია შენ უფრო ბევრი რაღაცა ის TikTok-ზე ვიდრე ნუ შენ მილიონობით ნახვა გაქვს მე უბრალოდ დები არა ბიჭებს არ მოგცემთ ადმინობას მე გუშინ სავარაუდოდ თქვენ გამიფუჭეთ საქმე გიო ხო მოგცემ ადმინობას როგორ კი მინდა როგორ გიპოვო რომ შენ ხარ მომწერე რომ მე ვარ გიორგი თქო გიო მომწერე მე ვარ თქო მამნი აბა მიდი მომწერე კიდე თულები ვარ მოიცადე ვერ გპოულო ბიჭო 1000 კაცი ყავს უკვე ლაივში მართლა დაგის 100 ჩიქაში დაგის ერთი წამით არა ბოთლი მინდა ეს ერთი ცალი ბოთლი მე მომეცით აჰა აი პირდაპირ ბოთლს მოგცემ ხო ცივი შენ არ ხარ გიორგი შენ ხარ მატყუარა ვიღაც და ლაიქეთ მეგობრებო ჩემო სიყვარულო შენ უნდა დაგნიშნო ადმინად merci beaucoup აი ეს ადმინად გვინდა ეს გოგო კარგი გოგოა ვიცი წამით ხო ვიცოდი ადმინად დანიშნო რა თქო გადამოვიწყდა მე არ ვიცი აქ პალი შენ მოდერი შენ ჩემი ადმინი ხარ აი გუშინ რო ის ბიჭი ადმინები როგორ უნდა წავშალო გუშინ ვის დავნიშნე ადმინად შემომეპარა ვიღაც თაღლითი რომელიც იმათ მიბლოკავდა ვინც გულებს მიწერდა ეს რატო გქოს ესეთი განათება მოგწონს აქეთ საით ზემოდან რო იყავს არ ჩანს შემოსიყვარულო კიდე მოკითხები თბილისში მე ჩემ შემოვატრიალოთ რა
გიო, როგორ გიპოვო სეტინგებიდან წაშლითო და სეტინგებიდან წავშლი. ნახეთ როგორ არის სეტინგებში გუში რა შავედი და ის გადავიტანე ღილაკი. ლურჯზე გადამიტანა და როგორ წავშლი, ხომ არის? დაგვანახეთ ამოქალიო, ეხავე ჩემო სიყვარულო მაგისტვის მინდა, მაგრამ ჯერ მინდა რომ ადმინები მყავდეს, რომ აქ ჰეითერები რა შემომივარდებიან და გვიცვან. ხამო დაჯექი რომ გავესწორო კადრი. ანუ მოიცა დავწერე ხა ევროპის დროშით რომ უფრო გამშეთ. ვერ დაპირნა ზოგადადო ბევრი არ უნდა ყავდეს. სხვათა შორის რო იცოდე შენს დაგბლოკა გუშინ, ჩემო ვარსკვლავოს და მე მოხსანი ბლოკი. ანუ რატო არ ესეთი ბობოქარი ყველაფერი ვამტვრენ. ლეცა. ხამო გამოჩნდიო. მოიცოდე არა ახლოს გვინდა. დაიცად, ეხლა მე დავამონტაჟებ შვენი უბრალოდ. მოიცოდე ამასობაში, მოიცოდე. მოგწონს. აი ესე დაიცადე გოგო, აი ას. ცოტა ას. მოგწონს, აბა შეხედე შენ თავს. ხომ დაღრეცილია ცოტა. აქეთ? არა, პირიქით, ამო. კიდე. დაჯექი მოდი ჩამოწყო. მიდი შენ გააკეთე, მე მაქედან მოგრეცილად ვიყურებ. ძალიან მოუხდა თამოს ბუნებრიობაო. მადლობა დიდი. აი რა კაი, რა კარგად შევარ. სახეზე იდეალურად. რომ იცოდეთ ფილტრის გარეშე ვარ და მე და თამო წეღან ძალიან ბევრ საუბრობდით იმასთან დაკავშირებით, რომ რა მნიშვნელოვანია, როდესაც დიდი პლატფორმის მქონე ადამიანებს ყველას ნუაძლევო. აი მე Power of Magic სადიყავე გუშინ ძალიან გნატრობდი. მითხარი ერთი წამი ხოცა ეს მოდერობა გავარკვიო. როგორ წავშალო ის გუშინ ვიღაცას მივეცი და ვიცი იმ ორიდან რომელია. და ვინც გულებს მიწერდა ყველას ბლოკავდა. და როგორ წავშალო მოდერობიდან? თამო შენი TikTok-იც ჩართეო ვიღაც გეუბნება. ორი TikTok-ი ერთად? მე არ ვთავ ხოლმე TikTok-ს. ესე იგი, თქვენ ისეთ ლაიქები როგორ მიყვარს გულები და გულები უნდა გამოგიგზავნოთ, ხო იცით? და მე და თამო წეღარ საუბრობ. ანუ არაფერი ესე, მაგრამ მე მომწონს ბევრი გულები როა. მე და თამო დილის რუტინაში წეღამ საუბრობდით, რომ ესე იგი, რა მნიშვნელოვანია, რომ დიდი პლატფორმის მქონე ადამიანებმა და განსაკუთრებით გოგოებმა და ქალებმა ფილტრები არ გამოიყენონ. ოღონდ ვინც გამოიყენებს მისი უფლებაა და ეს ჩვენ არავის არ ამის არ ვაკრიტიკებთ. რა მნიშვნელოვანია, იმიტომ რომ როდესაც აი სადღაც გარდატეხის ასაკში თავდაჯერება არ აქვთ ჯერ კიდევ ახალგაზრდა ბავშვებს, ახალგაზრდებს, მოზარდებს და აქვთ რაღაცა გარკვეული პრობლემები და უნაკლოები არ არის, იმიტომ რომ უნაკლო ადამიანი ამ სამყაროში არ არსებობს, ხო? და უცებ ხედავენ ფილტრებით, აი უნაკლოროა ვიღაც სადღაც ცხოვრები და დეპრესიაში ვარდება. ზოგადად ამბობენ, რომ 21 საუკუნის დეპრესიას თურმე განსაზღვრავს აი ეს ინსტაგრამის არარეალური ცხოვრება. კი. და კიდევ იცი აი ერთხელერთმა ადამიანმა დამიწერა კომენტარი რომ რაღაცებს რო იკეთებ ალბათ რომ რაღაც ისეთი გაიარეო და სხვათა შორის ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს როდესაც ბავშვობაში რაღაცაზე გაბულინგებენ გარეგნობაზე წონა იქნება ლოყები იქნება მსუმსუქნე იქნება თუ რაღაცა იქნება ხო მე ჩვენ ეს ხრჩება და სულ გონია როცა ვიზდებით ჩვენ რომ ვართ აი რაღაცა არ გვაქვს სულ ყოფილი და სულ გვინდა რომ ეს გამოვასწორო სულ ყოფილებისკენ მიდრეკილება გვიჩნდება და ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს ანუ ბავშვობის როგორ გეტყვიან, როგორ დაგელაპარაკებიან, რომ ეს რაღაც პრობლემა არ გქონდეს. მართლა რაღაცას რო ვიყურებ ხოლმე, ლუყები მაქვს და დიდი თავი, რა თავს ხარ მომიჭრი? რა დიდი თავი როგორ ექიდა? თავს ხარ მომიჭრი. ლუყა კი, მაგრამ დიდი თავი რა არის? არის ხო ესეთი კომენტარები და რატოშლიან მესიჯებს? არა, ეხლა სანდომოდერები მყავს. და ის არა ქვია, ეს იწამით შეიძლება რომ ცოტა ხანია დადუკიდეთ და შენ ტელეფონი აიყო. და გეხვეწები. ესე გადავიღო ლაივში რა ვარ, TikTok-იც გამომიჩინეს, ყველაფერი გამომიჩინეს, ჩვენც გამოგოჩინე ლაივში რა ვარ, Instagram-ის თორისთვის. მე Instagram-ს გვიძლებენ ჯერჯერობით. შუქზე მოფიფარი. ნანო, ვიცი შემძვრები. კაცო, ნანოკა გვიძლებენ ჯერჯერობით. ბიჭები. ხო, შენი ჩემი ოპერატორი გარბის მართლა ოღონდ. იმიტომ მის არა ქვია, ვაიმე, ჩემი ვარსკვლავი არის ბრილიანტი მოდერი. შენ და დაგნიშნო მოდერების დირექტორად და The Power of Magic. აქ ხედავ რა ხდება, მე აზიართ. აქ რაღაც თქვენი კამერა. მე სხვა შორის ბოლო ერთი კვირა ძილის წინ რაღაცნაირად ხო ციგნი ჩამინაცვლა TikTok-ის ახალ რაღაცებში ვერ ყვავი. აი ეს ზევით რო არის ეს რაღაცები, ეგრეებია. აი ხა ეს რამდენი ადამიანი გვიყურებს. არა, ეგ ვიცი, აი ქვევით რაღაცა საჩუქრებია თუ რაღაცებია, ეგ რა ხდება? ყვავილებს და რაღაცებს გვიგზავნიან, თურმე ეს ყოფილა მერე ფული. მართლა? ხო, და შეგიძლია რომ თურმე სხვასაც აჩუქო. იმიტომ ხედან ხოლმე ხალხი ლაივში, ზოგა ანუ კი, სხვათა შორის ძალიან ბევრმა ადამიანმა TikTok-ის ლაივში, იცი რა გააკეთა? სახლი, კარი, ცხოვრება იწყო. მიღადავე. დედასფიც ვარ TikTok-ის გამომწერები უცვლიან ცხოვრება, ძალიან მაგარია. ეს უცხოეთში, ამერიკაში რო ჩერი. თუ ეს ნახვების სხვა რაღაცაა, არა, ნახვებზე არ არის. ანუ მაგალითად აქ აქვთ ესეთი ტიპის ლაივები და ხალხი ურიცხავს ფულს. არა.
ანუ იმიტომ რომ მართლა სოციალურად გაჭირვება, ანუ გულწრფელადებს. არა, ამაზე მე ხშირად ხვდები ხო უცხოელების ხედან რაღაც სახში, მოწყობილი აქვს და ქართველები არ გულისხმობ ქართველები. მართლა ისე არიან რაღაცა 37000 ლაიქი ძალიან ცოტაა. დილის 9-ზე რო ვერთვები, ავდივარ 700-სა და 800-ზე და ანუ ეხლა ხალხი არ არის აქ თუ რა ხდება რო ვიცოდი. თბილისში არის სავარაუდოდ 2 საათით წინ არიან. მინდა რა შაობს სავარაუდოდ ახლა და რომელი რა დღეა დღე? ვაიმე შაბათი არ ვისერებენ. ეხლა რატო ვარ ჩვენც გვიყვარხარ ძალიან. ჯოკერი დამიბლოკეთ თუ შეიძლება მოდერებო. დაბლოკეთ ისე რომ მან ცხვირი ვეღარ შემოყოს. ვერასოდეს. მადლობა ასეთი საყვარლები და თბილები. ჩვენ ვართ პარიზში, იმიტომ რომ ზოგად პარიზში ვართ, იმიტომ რომ თამო არის ჩემი მასპინძელი პარიზში და ჩამოვედით რომ გადავიღოთ თამოს პარიზში და ჩამოვედით რომ გადავიღოთ თამოს სკინის ქარხანა. ანუ თამოს ამბიცია პარიზში რო ქარხანა. თამოს აქ 2 ქარხანა, თამოს აქ 2 ქარხანა არა, უბრალოდ თამოს სკინს აწარმოებს 2 ქარხანა, ერთი პოლონეთში და მეორე პარიზში და ახლა დანარჩენი თვითონ მოყვეს. მე უკვე ვარ მისი პრესენტრის უფროსი რო იცოდეთ. მე შენი რაღაც წინასამეტყველური ენა. თქვი და გუშინ ერთი წამით მოყვები სანამ ამას მოყვება გუშინ ვიყავით სეფორაში და თამოს ვანახე ის ადგილი სეფორაში, სადაც თამოს სკინის დესკი გაიხსნება. ჩემი სიტყვები დაიმახსოვრეთ და მე როგორც ჯადოქარი აფირმოლოგი მაგიარეთ. შარშან ისეთი რაღაც თქვა, რომ წელს არის, ეხლა არ მინდა თქვა, მაგრამ გუშინ ვიძახდი ნანუგამეთი შენი სიტყვებით თქვა, ახლა თქვა ერთ წელიწადში თქვა რა რაღაც ისე და ხო, მე ქარხანა ანუ 2 პირველი პროდუქტები რაც ცელულიტი რო იყო და აკანე და სტრიები, პოლონეთში შემაქვალა რომ იშოვა ქარხანა, არც იყოს, სადაც არის არ გადმოგაკეთე. ანუ პოლონეთში გაქვს ტანის ხაზი. ხო, არა, აკანე არის სახის ტანისეთ. უბრალოდ პირველი რაც იყო და ვნახეთ იქ, აი არ გადმოგაკეთებულად, იმიტომ რომ არის იქნება სულ რა და საფრანგეთში უკვე დავიწყეთ ყველა სხვა პროდუქცია, რამე თუ არსებობს და მინდა რომ განახოთ ახლა ჩვენი პროდუქტები დილიდან. ანუ მე წავისვი და ამან შენ წავისვი, ეხლა სხვა მეცინამეტი რომ წავისვი და ჰიალურონი ახლა კოლაგენის დროა. კოლაგენს თუ არის ანტიეიჯი და წავისვა. ანტიეიჯი წავისვა, მაგრამ კოლაგენს არ ვიშვა. ხო, წავისვი ანტიეიჯი. აი მე არა. არ დაგეჭიროს გოგო. დატენიანება შრატების მე მაინც უნდა სახე. კი, აუცილებლად ანტიეიჯი წავისვა. შენ გაქვს ცხიმიანი კომბინირებული. არა, კომბინირებული, ხო, ცხიმიანი. ანტიეიჯი გახსნილი გოგო. მე მაქვს მშრალი. გახსნილი, აგე. მშრალი მაქვს გოგო და არ არის ეს არ წავისვა გაკეთეს. ანტიეიჯი. მშრალია, ჩემი ტიპის არის. გამშვალის საკითხი არა გამშვალის. ზოგა, ხო გაქვს ცხიმიანი. ყოველ დილით თამოსთან შემოდივარ და რაღაცებს ვიჩუქებ. აი, მაშინ კოლაგენს წავისვა, მომი კოლაგენი ეკრა. ყოველ დილით თამოსთან შემოდივარ და მიმაქვს რაღაცები. ახლა მე ვთქვი, დღეს რა წავიღებ. დღეს წავიღებ ბლაშები. ნახეთ ბლაშების რაოდენობა. ბრაში არა? ბლაში. უკაცრავად ბრაშები. და სპონჟი ეს არ გვაქვს ჯერ გაყიდვა. ეს სპონჟი. კიდე და წაბართვის იტანე. კიდე რა წავიღე, რაღაცა წავიღე. კი. აკნეს კრემი. ეს არ გაქვს და ამას ახალს გაკატა. კი, ეს მქონდა და მარიამაც მომყარა. ეს არის აკნეს კრემი, რომელიც მიმაქვს, რომელიც თურმე ლაქებისთვისა არა. რას იყენებს და ეს არის თურმე, რომელიც აი იმ ადგილზე უნდა წაისვოთ, სადაც აი კონკრეტულად არის გამონაყარი. ეს არის ბრაში. ბრაში ეს არის სპონჟი. ესე იგი, ეხლა ნახეთ რა ხდება. გუშინ ვიყავით სეფორაში და თამოსაც ვესაუბრებოდი რა არის ახალი ტრენდი ზოგადად. ახალი ტრენდი არის პეპტიდები. ახალი ტრენდი არის მინერალები. ახალი ტრენდი არის ის, რომ იმდენი სახისმოვლის საშუალება შეიქმნას სოფლიოში. და გუშინ იმიტომ რომ შეამოწმებდაგან კი მე ჩავდივარ ის ინტერესებს ძალიან აქტუალური TikTok-ზე და მაინტერესებს როგორ მე სწავლობ ეს არის ჩვენთვის მნიშვნელოვანი რა ნაკლოვანებებს და პლუსებს და ასევე ხო ვარ ჩაწერილი ძალიან ბევრ გამოფენაზე გამოფენებზე არის ხოლმე ძალიან კარგი რაღაცეები ახალ პროდუქციებს ახალ ფორმულას ახალ რაღაცეებს და მნიშვნელოვანი რომ ახალ ინოვაციებზე იყო რა ხო და მე ესე ვარ ხოლმე ყველას ვსწავლობ ძალიან აქტუალური შენაც იყიდე მე ვიყიდე მაგრამ წაისვი შენ ეგ მოგუშინ გამოყ ნიღაბის სადაც მიყვარს სხვათაშორის თუ ნახე მისტი პეპტიდების და მინერალების გლოურისთვის მაგაზერით არა ის რაღაცა პლასმასები 4 კუთხედი პლასმასები რომ ქა ბაიომა ხო ეგ არ მიყიდია ანუ მე მაგას მოგიტოვებოდი რომ მგონია რომ მისტი მინერალების და პეპტიდების იქნება ძალიან კარგი არ ვიცი შეგეწემა ჩვენო ჩავიდე რა და ვიყიდე გავასეფორაში მე ის სადმან ხო არის აი ეს სიცოცხლე დააცემინე მიდი დაგვიმტკიცე ჩავიფიქრებ დაამტკიცე გოგო აი ტონერი რატო არ აქვს მე ვარ ძალიან პრეტენზია ყველა ტონერი რაც იყო ანუ ხო ეხლა კიდევ გავაკეთებინებ ქარხანას და გუშინ ხო გამოგვატანეს
ფოტოშორის გუში რომ გამოგვატანეს და ხელზე რომ დავიდე. ასე რომელზე? ტონერი ხო არა თამასკი. ხო. ხო. გუში რომ შენ გამოგატანეს. არ არის წებოვანი. გუშინ ხო დავტესტე. გუშინ ესე იგი გუშინ თან რაღაცებს ამოწმებდა და დატესტა რაღაცას ქონდა სუნი. ვაიმე, თელიქსა, წუწუნებდა. ფერვიტან და ჩემი ზუკა ის ხალხ ისე უყარს სუნამოები და დუხები ისე უყარს. აკრძალული მაქვს ვერ ვიტან. ზუკა არის შენი პირადი ასისტენტი. ზუკა არის ჩემი გამარჯობა ქეთო. როგორ ხარ ქეთო? მოდი TikTok-ის ლაივში. გაიცანით ჩვენი ქეთი. ზუკა არის მეგობარი პირველ რიგში, ფოტოგრაფი იყო და მენეჯერად გადავიწყდა. რასაც ახუყურებ, მე ყველაფერი. იმიტომ რომ ძალიან ენერი კარგად იცის და ასევე კიდე გუშინ დავამეწონა ის რა ვიყიდე ძალიან მომეწონა მე რაღაცაზე მინდა და მეთქვა. ეს რა ქვია ბიბი მისა SPF-ი ჭყვია. იცი რა არის? აუ რა კაია იცი. ჭყვიალა როგორ? ანუ სახეს რო glow skin care. ფანტასტიკი არის. ნახავ ხა მივიყიდე და არ ვიცი. აი ამაზე აი ეს ეხლა წავშო აზრია ყველაფერი შევიძინე არა ეხლა აი ამაზე ვამბობ ეს ვიყიდეთ გუშინ ეს არის ძალიან ესეთი რა და მოხედე რა ვიყიდეთ ერთი ეხლა უნდა ვუსურ ამას აქ გონი სუნი აქ ეს არის ფანკის მაინტერესებს ერთი წუთი მე ხო კოსმეტიკას მაქვს და აი ეს ბრენდი ჩემი favorite ბრენდია რო იცოდეთ ერთი წუთი ეს სუნი საზამთრო. ის ტუჩები მანახრაც იყიდა. ეს ხვდებოდა TikTok-ზე და მაინტერესებდა რეალურად ისეთი იყო. არა, ეს ჭყვიალები ქონდა. ტურს რაღაც სხვანაირს ხდიდა და რეალურად მაინტერესებდა იყო თუ არა. ისეთი ფამპია წერია ყოველთვის. არა, ექსპერებია. ყველა მგონი. ხო, მაგრამ ერთი წამით რითი ისნება? აი ეს. ნახე როგორი ის არის. მიდი, ეს არის ცოტა სატანჯველი. ეგეთი არ უნდა ისაქნა რა. ანუ ესე რომ ვერ ამოიყვა. უნდა პრიალად ეს. აი ეგ მაინტერესებდა რეალურად როგორც ვიდეოებში დებენ TikTok-ზე. თითი წამის შამანო წავიდე ფაიცალი. ისეთია თუ როგორ მაინტერესებდა ძალიან. ძალიან კაია თა. მაგრამ ნახე რა არის არა ეს მაგალითად ხო თულად ის მე ჭყელების პოჩი მაინტერესებს ტურცე როგორი იყო ამ შემოიხედე არა თულად ის რიანასი უფრო კაი ხა კი რიანასი უფრო კარგი აი ახალი რო ეხლა არის გეწოდინება თქვენ გოგოებო ცოტა წვავს გოგო მენთოლია ფამფი არის და მაგიტო ფამფი რას მიზრდის მიზრდი ხადავები წუჩ როგორ გამიზდის პომადა ნახე როცა ანუ ჩვენ როგორ ისინი ვარ ატარი ეგეთი ფამფი არის ცით რა არის მე ფამფი ვიცი მაგრამ როგორ შეიძლება რომ საცხმა მგონია რომ ეს რეკლამაა გოგო ის არის გიშვება რა ქვია უბრალოდ გისია იცი რატომ მომენისატო გიწვავს და მე გისია იმიტომ რომ გიწვავს უკაცრავად თუ შეიძლება მარლან ბანდომებს არ მინდა ფამფი აჰა ისა გაიწვია ანუ ნახე რატო ისა გაქვს ანუ გიდიდებს იმიტომ არა არც მე არ მიყვარს არ მინდა გენაცვალე ფამფილება იმ ჰერპესისკენ და ეგეთ რაღაცებს ვერ ვისმევ მე რას მეუბნევ იმაში რომელ ავტორს ხმარობ მე ავტორო არ ხმარობ ხო არ ხმარობ მე ავტორო მეცა თამომ მკითხოს მე თუ მე ვკითხო თამოს მეცა რა იყო თამო ნანუკას კითხე ავტორუჯი არ არის ეს ზიზაგარია ზისრუჯია უკაცრავად მოკლედ გოგო ტუჩის ფამს თუ იყიდით ცოტა გიწვავთ ო არა ძალიან დიდი მადლობა ამ ხელა სითბოსთვის და სიყვარულისთვის ძალიან კარგები არიან ძალიან ეს ვიცი რა არის ეს იცი რა არის? ვიცი TikTok-ზე მაქვს ნანახი. ტუჩები რო უსივდებათ. ხა და არ უნდა ეწეროს რა გეწვის? მე რა ვიგო? სადაწერია აბა მანახი, სადაწერია რომ ამეწრება. ისე რა ქვია, მარკეტინგის მსხვერპლი ვარ. და TikTok-ზე პიარების. მე ხა ამოვიდა ჩემი სტილი მოგოკო მაკიაჟი მიგებს. დღეს იცით რა დამემართა? რა მოკლედ ამ სასტუმროში არის Nexium-ის ბრენდის მომსახურეობა. თეთი კარგად მომისმინა. ამ Nexium-ს პატარა ბოთლები უდევს რა და გუშინ სახში გათიშული და გადათიშული რომ მივედი და აბაზანა რომ მივიღე
მაზე რა ქვია ნუქსი და ნექსიუმი რა კარგად ვარ კუჭის წამალი რო გამოვაცხადე ძალიან კარგად ვარ ნექსიუმის ყიდელი მაგუშინი მართი აქ შეარიყო რა ისე გამახსენე დღეს ხოწები ხოდა ისე რა ქვია მოკლედ ეს ნუქსი რო დეს ისე მე მეტად ღმერთო არ გომელოტო და როგორ მცუათმები და ის წავისე გუშინ საცხიტანზე დღეს დილი გავიღო და ქათო მეკავება ტანი ისე რომ ვერ წარმოგიდგენია და დავებრალე გუშინ თხილი რო ვჭამე მეთქი რა მომცა ალერგია არაფერი ვიბანავე ჩამოგიბანე და ასე შემდეგ ამ ჭამობანაში თმები დავიბანე ანუ თქვენ ეს გომელოტები არა მოსიცემს ანუ თქვენი აზრით ესე გწვიოთ თმა ვინმე ვიტამინების ნაკლებობა ხო არა გა არ ვიცი რკინა დეფიციტურიანემია მოგდა მე მგონი მაგიტო კი მაგიტო ხონდა გადავისხა თბილისში რა ჩავა და წარმოიდგინე და დღეს და მე მოკე თავი რა დავიბანე წავისვი რაც აბაზარაში დავტოვე ის კილა ბიჭო ავიზილე ანუ მეთქი რა მჭისეს რა ნუქს ეგეთი ბანძილი ლუის როგორ შემოქონდა თან პარიზში რო ხარ და ის ასტროლოში ნუქსი რო უდებ და ოკე დიდეში აღმოჩნდა რომ მთელი ღამე ტანის კონდისა თავის კონდიციონერი შეთავაზა და ტანის ის არა ქვია წავისვი იმაზე რა ქვია თავზე წავისვი ტანის საცხი და ბილოქი თავი მაგრამ სხვა შორის ძალიან კაი ყოფილა ეს ნუქსიც რო იცოდა თავზე სულ მინდოდა მე თქვა როგორ მიყვარხარო თაკო დოლაბერიძე მე შენ მიყვარხარ და გიგზავნი ბევრ სიყვარს თავთავი პიკით გამიშრობ რო დროს არ და მე მეც მინდა კი გავასწორებინე მე ყველა არა იმას არ მინდა ფირო გავს მე თვითონ გავიშრობ მე 400 ევრო ინჩი მე 400 ევრო ინჩი მის დაწარება მე თვითონ მივყავდა უჭამდა 400 ევრო ინჩი არ ვიცი გოგო თავი სად ვართ და ვინც ახლა შემოგვიერთდი თუ ვართ პარიზში თამოსკინის ქარხანა გადავიღე თამოსკინის ქარხანა გადავიღე როგორ ჟღერს ანუ ქარხანა გადავიღე რომელიც თამოსკინის პროდუქციას უკეთებს საფრანგეთში ზის დამცავს ძალიან მაგარ მზის დავცავს ხმარობ და თბილისში რა ჩავალ დავდებ კერატინს იკეთებ თამო არა არ ვიკეთებ კერატინს ჩვეულებრივად მე ერთადერთი თმები გამიზარდა ბუსტერმა ეს არის კი რა ბუსტერი არის არა სალონში ვიკეთებ ყოველ დაბანაზე ვიკეთებ და გამიზარდა იმიტომ რომ მე დაგრძელებები და შინიონები არ შემიძლია მე ხავ ეს ტუჩზე არ წაისვა ძალიან ცუდია hello hi bonjour how are you ზასაშინელება არ იყიდოთ ტუჩის ფამფი მე რო დაგტოვა შენ იჭორავე აქ ვარ თუნს გავიშრობ ქეთო მიყვარხარო გწერენ მე ქეთო ამჯერა შენ რო ვარსკვლავი ხდები 2 წუთში ხლავე ვისია ეს ტუჩის რაღაცო ვაიმე მე მგონი სად არის ეს ტუჩის ისა მომე ის ტუჩის ფამფი რო ვაჩვენო მოკლედ რო იცოდებ ცოტა ყინავს თუ რაღაცას აკეთებს დღევანდელი დღეს გეგმები გააცანი ხონა ველს აი ეს ტუჩის ფამფია და ოღონდ რო იცოდებ ძალიან წვავს TikTok-ზე რო უდევს ყველას ის არის მანანუკა მადლობა დაუღალავ ბრძოლის რო ხა ძალიან დიდი მადლობა ხახნა მიყვარხარ აი მე დღევანდელი ადმინები ვინ ახართ საჩუქარი უნდა ჩამოგიტანოთ პარიზიდან იმიტომ რომ ჰეითერები მომაშორეთ თავიდან ოდიცი რა ქნა აქ მოვალავს კამის მე არ შემოჩავა ხელი სად მივდივარ და ფეხით უნდა ვიარო ბევრი თუ ჩეკაუთ ძალიან მე და უეჭველი ახლა დღევანდელი დღის გეგმები ვინ იცი ის ვინ არაფერს არ ვაკეთებ დღევანდელი დღის გეგმა არაფერს კეთება პარიზ ქუჩებში შეარულე ლუქსემბურგის ბაღში წავიდეთ კაი ამინდია რა მინდა ლუქსემბურგის ბაღში რა გავაკეთო ეს კაი ფოტო გადავიღო ერთადერთი სტენდაპი ჩავწეროთ რა პარიზის ქუჩებში ერთი სტენდაპი ჩავწეროთ რო არ მოვდიოდი და რო წამოვედი 1000 კაცი ყოს 1000 ეს შენი აკაუნტიდან მოგესალმები 1000-იო ეს დიდი სიყვარული კეთუსიო გოგო ვარ გავიგე ხა შენ გავიგე ხლა შენ ხარ თუ ვინ არის აი შენ დაქალიავა შენ ვარსკვლავის გადმომედო თუ არა მისი მალატიო ვაიმე სვანია მეც მიყვარხარ მისი მალატი ჩემი შვილი ორსულად არ არის რა ეთყობა ორსულათა კახექსიური გამხთარია ძალიან გაბრაზებული ვარ ძალიან ისეთი გამხთარია არაფერში აღარ წერია უკულტურო ეგრე გახთომა შეიძლება ძალიან ბრაზდები ქეთიო კიდე ქეთიო გოგო ანუ მართლა არ მჯერა ვარსკვლავი დაიბადა პარიზში ცნობილი მეგობრებო ჩემი მას ჩაგიგდებ
Instagram accounts და დამაფოლოვეთ. ახლა ტუჩი მართლა რამე ხო არ მომივიდა. მეგონი გაგისივდა. მართლა ხო? და ტუჩი გამისივდა ხო? გაგიდინდა. არ მინდა ეს ფამს ძმაო, არ უნდა გამაფრთხილოთ, რომ საწამლავს მისო. რამე პატი შესლამას ჩემი რაღაცა. არჩევება. აკანეს რაო? აკანეს მარიამი ძალიან გახდა მართლა. აკანეს საწინააღმდეგო კრემი რა? აკანეს საწინააღმდეგო კრემი რა? აი ეს არის მეგობრებო, აკანეს საწინააღმდეგო. არ ჩანს. 34. უი, რა კარგი ფასი აქვს თან. 45 ღირს აკანეს საცხი. მარიამა როგორ დაიკლო? მარიამა როგორ დაიკლო და სპაზმები აქვს რო იცოდეთ, ანუ ყუჩს რო ჭამს ყრუელას გავხარ ნანუკავ. ქერა ყრუელა, სად გინახიათ ხოლმე? ქერა ყრუელა არ არის ზებობს. ყრუელა არის შავთმიანი, დიდი შავი წარბები. შვილო, რა სადნახე ქერა ყრუელა? აფერისტო. მარიამი, არა, მარიამი კი არა, მანამდე რა ზოლოპერაკობდი? მადლობა. ის გვერდზედავს ყველა პროდუქტი ფასებთან ერთად, თუ ჩემო ფთიანო ანგელოზო ვეკო უკარგესი ადმინი ხარ. შენ ის მოვარსკვლავი და მეჯიკი უნდა დაგნიშნოთ მუდმივად მინებათ. როგორ დაიკლო და სპაზმები ქონდა და როგორც კი ჭამდა გული ერეოდა რა სპაზმით და უფრო რაღაცა თავისი პირადი სტრესის გამო და მე სერიოზული ჭუმ ქონდა როზენპიქსი კეთებდა მე ოზენპიკის წინააღმდეგი ვარ და ისა ჭუმდა მე ვაიბა ჭუმად ვუყურებდი მე თვალყურებას უწევდი მე ოზენპიქს ვარ იკეთებ მე ვფიქრობდი რომ არა სამსახურში ხო არ იკეთებს იქ ხარ აქვს დატოვებული ოზენპიკი ანუ სერიოზული გამოძიება ჩავატარე და საბოლოო ჯამში დავაფიცე დაჯი და დაჯის მარიამ ტყოლზე ვერ დაიფიცებ შანსი არა და უთხარი აი დე ხა მაგ დაიფიცე დაჯი რომ შენ ოზენპიქს არ იკეთებ და აღმოჩნდა რომ ოზენპიქს არ იკეთებს და ამ სტრესის ფონზე დაიკლო. აუ. თამო გვანახეო, თამო იმას იკეთებს. თმებს. 400 ევროიან მაკიაჟი. ანუ მაკიაჟი მაგუში რა ქნა შოქში. მეგობრებო, ჩვენთან საქართველოში ყველაზე ძვირიანი მაკიაჟი რო 150. არა, კაცო 150 არ იყოს. პარიზში ღირს 250 ევრო. 150 მაკიაჟი. ერთი მაკიაჟი. ახლა ჯერაც გაიკეთებ, მინდა ჯერ უნდა გადაბრალდეს. რა აქციებს არ დავდივარ შულო, რა აქციებს არ დავდივარ, ხო უბრალოდ პარიზში ვარ და როგორ ვივი აქციებს. მადლობა, ჩემო სიყვარულო. მე და თამო იმიტომ ვართ ერთად რომ მე პარიზში თამომ დამპატიჟა გადაღებაზე ვიღებ ქარხანას რომელიც თამოსკენ საწარმოებს სიხოვნა გაემზადო გამორთვალი კი წავედი უნდა გამზადო ქუჩაში მიდივართ მიყვარხართ ხალხნა ისე იყო ბევრი მიყვარხარ